მოგესალმებით. ჩვენი მესამე ეპიზოდი დედაქალაქიდან იწყება. ჩვენი მასპინძელი დღეს ლეგენდარული დინამო თბილისი იქნება. არსებობენ გუნდები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ და არსებობს დინამო თბილისი. ეს არ არის მხოლოდ სპორტული გუნდი. ეს არის 1991 წლის 13 მაისის ღამის ექო, რომელიც დღემდე ისმის თბილისის ქუჩებში. დღეს 3 აპრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი გორის დილას უმასპინძლებს. სანამ მატჩი დაიწყებოდეს, გადავალთ ქუჩაში. ჩვენი სახით რაღაცა რამოდენიმე ბილეთს გავაჩუქებთ და რა ვიცი, ყველას მოგიწოდებთ ხალხო, რომ დავესწროთ ქართულ ფეხბურთს, ქართულ ჩემპიონატს. ჩვენი ხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება და ჩვენ რაც შეგვეძლება და ერთად შეგვეძლება, გვერდში დაუდგებით ქართულ ფეხბურთს. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები ეროვნული ჩემპიონატიდან და ასევე ერთად დაუდგეთ ეროვნულ ჩემპიონატს გვერდში. აუცილებლად სჭირდება ამ ჩემპიონატს გვერდში დგომა, მეტი მაყურებელი, მეტი სპონსორი, მეტი დაინტერესებული პიროვნება და ჩვენ ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. თქვენი გვერდში დგომაც გჭირდება. ასე რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. დღეს თამაშობს დინამო გორის დილას წინააღმდეგ. თუ დაინტერესებული ხართ, ბილეთებს გაჩუქებთ და წამობრძანდით მატჩს. დიდი მადლობა ჩემზე ახალგაზრდებს მიეცით და ისინი უფრო გაიხარებენ ჩემს მაგივრად. თქვენ რამდენად უყურებთ ხოლმე შიდა ჩემპიონატს, ან დინამოს რამდენად გულშემატკივრობთ? ადრე უფრო უკეთესი იყო. ეხლა შედარებით კარგია. ახალგაზრდობა როა ჩართული ამ სფეროში ძალიან კარგია და მისაღებია და წარმატებები მინდა უსურვო ყველას. მადლობა, აინც თქვენ 91 წლის დინამოს ნოსტალგია გაქვთ, ხო? რას ლაპარაკობ, ძალიან დიდი. ხო, მაგრამ ვფიქრობ, ამ ახალ თაობასაც სჭირდება გვერდში დგომა და გამხდარება. აუცილებლად. ჯობია რომ ისევ ახალგაზრდებმა დაუჭირო მხარი და ეხლა 78 წლის მოხუცი კაცი ვარ და მირჩენია ტელევიზორში გულშემატკივარი ვიყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იქნება რომ ახალგაზრდები ჩაერთვებიან ამ სფეროში და წარმატებები მინდა უსურვო ყველას. დიდსა და პატარას. დაგემშვიდობებით. გამარჯობა, დღეს დინამო თამაშობს. ბილეთები რო გაჩუქოთ, მატჩზე ხო არ წამოხვალთ? არ მინდა ჩუქება ის და წავიდე. ჩვენ მოგცეთ ბილეთებს. თუ გააქვთ? ბატონო, არა მაქვს, მაგრამ აჩუქია. რამდენი მოდიხართ მატჩზე? სავარო მე და ჩემ მოუგლე. 2 ბილეთი. დიშვილი თამაშობს მაგის, ნიკუშა უგრხელიძე. გამარჯობა. დინამო თბილისი თამაშობს, ხო არ წამოხვალთ სტადიონზე. მიდი ხარ, ბილეთი გააქვს? კი. გამარჯობა ბიჭებო. დღეს დინამო თამაშობს და მინდა რომ ამ თამაშში დაგმატებოდეთ. ხო წამოხვალთ? კი. მადლობა. კი, მადლობა. მიმწყობებით ლეგენდარული გუნდის ლეგენდარულ სტადიონზე სულ მალე აქ დინამოსა და დილას შორის მატჩი დაიწყება. ფეხბურთელები უკვე ემზადებიან ბოლო მოთელობით გაიარეს მინდორს და გამოვლენ მალე მაჩის დასაწყებად. იმედია საინტერესო და დაძაბულ მაჩს ვიხილავთ. ორი გამორჩეული გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, საინტერესო მაჩს ველოდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ დაძაბული ბრძოლა იქნება. ორივე გუნდი შეუტევს და საუკეთესო მომენტებს შემოგთავაზებთ მატჩიდან. ამისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ვიდეო.
ამასობაში გავიცანეთ დინამოს პატარა გულშემატკივარი გიგი, გამარჯობა კიდევ ერთხელ. როგორ გიყვარს დინამო, ეგ მოგვიყევი? ძალიან. რა არის შენთვის ეს გუნდი? ეს გუნდი არის ჩემთვის ყველაფერი. საიდანაც დავიწყე და რომელიც ყოველთვის მეახსოვრება. დიდი ბიჭიც რო გაიზრდები, აქ გინდა ითამაშო? კი. კარიერის ბოლო წლებს აქ გავატარებ ჩემს. დასაწყისსაც და ბოლოსაც. ბოლოსაც. ბოლოს აქ დაასრულებ ლორიასავით? კარგი წარმატებებს გისურვებ კარიერაში. მადლობა. ჩვენთან ერთად არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ვიზუალზე ბევრი ვერ ცნობთ, თუმცა მისი ხმა უცბად ყველა მიცით. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია თბილისის დინამო. რა თქმა უნდა, მოგვიყევით თქვენ და გუნდის დამოკიდებულებაზე, რას ნიშნავს თქვენთვის ეს გუნდი? რა შეიძლება ხა დინამოზე ითქვას, მე ვარ ის თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ფეხბურთი შეიყვარა თბილისის დინამოთი და იმ ლეგენდებით, ვინც საერთოდ ითვლება საქართველოში ფეხბურთის კორიფეებად. აი, აქაურობას დაამთავრა ერთადერთი რაც აკლია არის მაყურებელი სავსე ტრიბუნები და ის ოვაციები, რაც უნდა სუფევდეს აქ. როდესაც ახლა მეც პირადად ჩემი მაგალითზე ვამბობ, როდესაც მე მიყვარს ჩემი გუნდი, ჩემი ქალაქი, ჩემი ფეხბურთი ზოგადად, ხო, რაც ჩემს გუნდს, რაც ჩემს ქალაქს და ჩემს მაშინ შეიძლება მოხდეს, მე ამას ვერ დავაკლები. შეიძლება გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთი მირჩევნია, მეც რო ვნახო, გაცილებით უფრო მაღალი დონის და კლასის მოთამაშეების ყურება მირჩევნია, თუმცა იცით რა არის, როდესაც შენია ის ასე ვთქვათ არც უის სახარბილო მდგომარეობაში შენია და გიყვარს და გინდა რომ იყოს უკეთეს და შენს თიგობ შენი წვლილი შეიტანო. დინამო იყო ის ადგილი და ეს სტადიონი, სადაც ქართულ სულს და ქართულ ემოციებს გრძნობდნენ და დამოუკიდებლად გრძნობდნენ აქ თავს. თუ გახსოვთ ეგ პერიოდი და თუ გაიხსენებთ? ნუ უფრო ბოლო წლები მახსოვს ხე რამოდენიმე თამაში და ის სულის კვეთება რაც ხდებოდა და მართლაც იყო ის იდენტობის რაღაცა ჩვენი ქართული სულის და მართლაც ესე იყო ხა დინამო თბილისი რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა ყველასგან და მართლაც იგრძნობოდა იმასთან ერთად რომ ჩვენ აქ მოედანზე ვცდილობდით გვეპაეკრა და შევჯიბრებოდით სხვა ასე ვთქვათ იმ ქვეყნების მოდი ესე ვთქვათ რესპუბლიკების გუნდებს და ამით ვამტკიცებდით იმას რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ჩვენი განსხვავებული თამაშით, განსხვავებული გულშემატკივრობით და ვიყავით კიდევაც მართლაც მოწინავენ იმიტომ რომ ჩვენი თამაშის სტილს პატივს სცემდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ სადაც იცნობდნენ ყველგან განსხვავებდნენ და ასევე ჩვენ გულშემატკივრობასაც და მინდა ერთი ხაზგასმით თქვა რომ 80-იან წლებში, როდესაც თბილისის დინამომ თასებისას მოიგო, აი იმ პერიოდში სადაც 85-მდე თქვენს გეცოდნებათ, რა თქმა უნდა, სტატისტიკურად თბილისის დინამოს თამაშებზე დასწრება ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დღეს მართლა ძალიან გული მწყდება, მით უმეტეს მე მახსოვს ის პერიოდი და რაღაცა იმ განცდების შემდეგ აი ყოველთვის იქა ვარ და მგონია რომ რაღაცა ის უნდა დაბრუნდეს. ნუ იმედი ვიქონიოთ რომ მალე დაბრუნდება და იმედი ვიქონეთ რომ დაბრუნდება. კაი, დღევანდელ მაჩსაც გითხარ და დღევანდელ მაჩზე ნუ რა უნდა ითქვას, ახალგაზრდული გუნდია ლადო გაკაშვილი ძალიან დიდ პატივს სცემ, შეკრიბა ბიჭები, რომლებსაც აქვთ мотиваცია, რომელსაც აქვს ჯინდა სრული, იმედია რომ ეს გუნდი შეთამაშდება, დაიხვეწება დაემატებათ კიდევ რამოდენიმე გამოცდილი ისეთი მოთამაშე, რომელიც ამ გუნდს მიიყვანს რაღაც უფრო სრულყოფილ სახემდე და მინდა რომ ევროთასებისთვის უკვე გუნდი ისეთ კონდიციაში იყოს, რომ ასე ვთქვათ არ შევრცხვეთ მინიმუმ და მაქსიმუმ კიდევ ერთხელ გავიხაროთ და ვისიამოვნოთ იმ ქართული ფეხბურთის ფლაგმანით და ღირსებით, რასაც თბილისის დინამო ქვია.
ერთ-ერთი გვაქვს პირველი ტაიმი დამთავრდა და რას ფიქრობ დინამო მოიგებს, წააგებს? მე მგონია ანუ ეხლა გოლი რო გაუტანეს, ეხლა უფრო ანუ ჯილკით არიან და მეორე ტაიმში უფრო გაუმარტივდებათ. შენ რა პოზიციას თამაშობ? მე ესე ნახევარმცველი, ხო? ძალიან კარგი. მომავალი დინამოელი. შენი საყვარელი ფეხბურთელი ვის ხარი, აბა ქართველი? ქართველი? კი. ყვარა, კიტე და მიქაუტაძე და მამარდა. აჰა, რამდენი ყოლია, ძალიან კარგი. განსაკუთრებით ეხლა ის ყვარა. ყვარა, ძალიან კარგი. აბა წარმატებებს გისურვებ. და დიდი ბიჭო გახდები და ფეხბურთელი მე კიდე გადავუყოთ, ხო ესეც? ინტერვიუ ჩავიწერე. აბა, კარგი. ხარი ფიქრობ და სანანი მარცხი იყო დინამოსთვის დღეს უპირატესობა ჰქონდათ არაერთი მომენტი შექმნით და რას ფიქრობ რა დააკლა დინამოს დღევანდელ თუნდაც არ წაიგო ეს თამაში არ გაგვიმართლა ქონდა მომენტები რომელსაც უნდა გამოგვეყენებინა გორი არ არის გუნდი რომ მარტივად გაპატიოს ყველაფერი ორჯერ დაგვიტყოს ორივე გაგვიტანეს და
აქთან გამომდინარე ჩვენს ჰქონდა იმის საშუალება რომ გაგვეტანა, ფრეკი არა, უნდა მოგიგო თამაში არ უნდა წაგვიგო, მაგრამ ფეხბურთი არა, სწორად უნდა გამოიყენო მომენტები რომ თამაში არ წააგო და მოიგო. დინამოს მიზნებზე გკითხავთ, ამ სეზონში რა მიზნები აქვს დინამოს და დინამო ყოველთვის საჩემპიონო გუნდი იყო, იქნება, არის და იქნება და ვიბრძოლებთ იმისთვის რომ გახდოთ ჩემპიონები. ესაა ჩვენი მიზანი. კარგი, მადლობა უღმესი, წარმატებებს თქვენ. სამწუხაროდ დამარცხდა დინამო თბილისი გორის დილასთან. რა შეგიძლია გითხრათ რა თამაშზე და ამ სეზონზეც გითხავ, რა მოლოდინები გაქვთ თქვენი გუნდისგან? მოგესალმებით ბიჭო, პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში თქვენ საქმიანობაში. ძალიან კარგი რასაც თქვენ აკეთებთ. რა ვიცი, დღეს იმ იმედით მოვედი, რომ დღეს გორის დილას დავამარცხებთ. რა ზოგადად ისეთ ფეხბურთელები მოვიდნენ დინამოში, გამოცდილება და ახალგაზრდების ნაზავი არის და რავი, ეთყობა გუნდს, რომ შეუძლია თამაში. ხა დღესაც არ იმსახურებდა დამარცხებას რა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, არ გაგვიმართლა უფრო და დავამარცხეთ. მაგრამ თითოეულ დინამო ფეხბურთელს ვეთყოდი მე რა, აი ხა ვინც ამ მაისურით გამოდის, რომ ანუ უნდა აიღონ პასუხისგებლობა რა. სხვანაირად ვერც გულშემატკივარი ვერ მოვა სტადიონზე და ვერც შედეგი ვერ დაიდება. უფრო მეტი მონდომება საჭირო იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს. და მე ველოდები წელს ამ კონტინგენტით, ამ შემადგენლობით, რაც ის ბიჭები არიან, შეუძლიათ თავისუფლად, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლონ რა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე ფეხბურთელი თავის თავზე აიღებს ლიდერულ თვისებებს. ვიმყოფებით დინამოს აკადემიაში, სადაც ლეგენდარული კობა კობაიძე გვიმასპინძლებს. მოგვიყევი ამ აკადემიაში. თბილისის დინამოს აკადემია ზოგადად შეიქმნა პირველი თაობა იყო მერებაშვილი, ლორია, მაგრამ ახალ ფორმატში 2013 წლიდან ფუნქციონირებს, რაც რომან ფიფია გახდა დინამოს პრეზიდენტი. მან შექმნა ეს აკადემია, აშენა და ამ აკადემიაში გაიზარდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მამარდაშვილი, ყვარაცხელია, საქართველოს ნაკრების თითქმის 80% ამ აკადემიაშია გაზრდილი. ახლა ამჟამად აკადემიაში ცხოვრობს 30 ბავშვი, ყველა რეგიონიდან არის თბილისელები, მოგეხსენებათ რომ საკუთარი სახლები აქვს და აკადემიაში არ ცხოვრობენ. ცხოვრობენ ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ჩამოყვანილია რეგიონებიდან. 30-მდე ბავშვი არის ამ ეტაპზე აკადემიაში მაცხოვრებელი. ეს არის ჩვენი სასადილო, სადაც ბავშვები იკვებებიან, სამჯერად იკვება აქვთ. აშკარად ამ აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ამ აკადემიაში არის ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წარმოაჩინოს თავი, ითამაშოს თბილისის დინამოში, ეროვნულ ნაკრებში და დიდ ფეხბურთში, როგორც მაგალითად არის ხუჭა ყვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, აი არ დავიღლები ამგვარების ჩამოთვლით, ირაკლი აზაროვი, ლოჩოშვილი, ექვაბიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კაკაბაძე, დვალი, ყველა, თითქმის ნაკრების 80% აქ არის გაზრდილი. 2013 წელს არის გადაღებული ეს სურათი. თქვენ ფეხბურთელებს თუ ცნობთ აბა? ჩაკვეტაძე, ეს კრისტიანო რონალდო, ექვაბიშვილი, ნიკა ნინუა, ეგერებოლოში. მაღალი. ხო, აი ეს არის ნინუა ნიკა. მანდაც ჯარიმას არტყავს რომ მან და ჯარიმას არტყავს ნამდვილად. ლეგენდარული კადრია ესეც ამ აკადემიაში. ჩვენ გავიმყოფებით მწვრთნელთა სამუშაო ოთახები, სადაც არის განლაგებული მწვრთნელთა მაგიდები, სამუშაო ოთახები, თასები. ეხლა ჩვენი ფოტომემატიანი არის, არის გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, აქეთ გადმოვიდეთ. ეს შოვნაძე მეკარე ახლა მეშახტეში რო თამაშობს, ბაშალები, თელავის ფეხბურთელები, ცოტა აქეთ წამოვიდეთ ახლა. არა ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი, ნიკა ნინუა. აგერ აქეთ წამოვიდეთ ახლა ლოჩოშვილი, დავით კობოური. ცოტა იქ გადავიდეთ, გადავიდოსო. დავიდეთ აქეთ გიორგი მექვაბიშვილი, ხუჭა ყვარაცხელია. სამსართულზე ცხოვრობდნენ მამარდაშვილი, ყვარაცხელია, გუგეშაშვილი, ჩაკვეტაძე. აი ეს არის ლეგენდარული მესამე სართული, მოკლედ ესე რომ ყვარას ოთახი რონალდო შეგვიძლია. ყვარას ოთახი, ეხლა ამჟამად ყვარას ოთახი აღარ არის, მანდ ეხლა ციკოლია ცხოვრობს და ჩვენი მეკარე მათე ხაღვიშვილი. ამ ოთახში ცხოვრობდა ხუჭა ყვარაცხელი. მარჯვენა ფეხით შემოხვედი, ხო?
წარმოიდგინე, აქ გაიზარდა ქართული ფეხბურთის უკვე თამაშებულია, თქვათ რომ ლეგენდა რა. და არა მარტო ქართული ფეხბურთის. ლევან ბევრი საბედნიეროდ. სოფლიო ფეხბურთის. ვიმყოფებით აკადემიის ხელმძღვანელთან ლევან კვანცელაძე ჩვენთან ერთად. ლევან, დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ რომ ამ აკადემიის ხელმძღვანელი გწადებით, იმიტომ რომ მიგვაჩვია ამ აკადემიამ, რომ მუდმივად უნდა ზარდოს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ყვარა, მამარდა და კიდევ ჩაკვეთა ბევრი ძალიან ნაკრების 80% პრაქტიკულად ამ აკადემიის შევსებული არის. როგორ ვფიქრობთ, მოდიან დღეს ისეთი თალყო, რომელიც კიდევ გააგრძელებენ მომავალში ჯერ დინამოს რა თქმა უნდა და მერე ნაკრების შევსებას. პირველ რიგში თქვენს წინა სიტყვაობას მინდა რომ გამოვეხმაურო პასუხისგებლობასთან ერთად რა თქმა უნდა სიამაყის გრძნობაც არის რომ იყო ხელმძღვანელი ისეთი აკადემიის რომელიც არის ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი რაოდენობით ფეხბურთელებს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, ეროვნულ ნაკრებს, პირველ გუნდს და არა მარტო დინამო თბილის ყველას ამაგრაგებს ფაქტიურად ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებსაც კი ეს იმას ნიშნავს რომ არც თუ ისე ცუდად ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს რომელიც შედგება სელექციისგან მეთოდოლოგიისგან ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ხვალინდელი დღეც გვექნება ნათელი და ის ფეხბურთელები რომლებიც ხვალდაზექში ავსებენ ეროვნული ნაკრების რიგებს შეგვიძლია უკვე ნიშნულიც ყავდეს როგორც ჩვენ ასევე საფეხბურთო ჩინოვნიკებსაც გულისხმობ ასაკობრივი ნაკრები გუნდის მწვრთნელებს. როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა რომ 15 წლის განმავლობაში სულ სტაბილურად აძლევს აკადემია ისეთ ფეხბურთელებს როგორც ჩემპიონატს თქვენს როგორც აღმოჩნდა ასაკობრივ ნაკრებებს და რა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებსაც და ძირითადად თუნდაც დინამოს. რა ვიცი ამის რეცეპტი ახლა შეიძლება ყველას თავისი კონდეს, მაგრამ ალბათ არის პირველ რიგში ძალიან დიდი სიყვარული პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. რაც გვაძლევს ჩვენ სტიმულს და мотивაციას, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად. არა ვართ შეზღუდულები გადაწყვეტილების მიღებაში, გვაქვს ჩვენი ხაზი და მივყვებით აი ამ წლობით ნაშენებს სისტემას. ყვარაცხელია საკუთარ ჩაპედადის მამადასი დაწუნებულია ყველა საინტერესებს აი ეს პერიოდი აქ გატარებული 10 და დღეს რო აი ძველზე არიან უკვე საფეხბურთო თვალსაზრისით. პირველ რიგში შემიძლია ვთქვა რომ თითეული მათგანი იყო ძალიან ასე ვთქვათ ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული. გულისხმობ კვარაცხელიაც, მამარდაშვილიც, ჩაკვეტაძეს რა თქმა უნდა სულ სხვა კატეგორიაში გადიოდა თავიდან. ეს ორი ფეხბურთელი, მამარდაშვილი და კვარაცხელია, თავის ასაკში იყვნენ ასე ვთქვათ რიგითი ფეხბურთელები ჯერ და ნელ-ნელა ამ შრომის ხარჯზე არიან იქ, სადაც ახლა იმყოფებიან და ამითი ამაყები ვართ თითეული ჩვენთაგანი. ჩაკვეტაძესთან მიმართებაში რო გავიხსენოთ, ჩაკვეტაძე თავიდანვე გამორჩეული ფეხბურთელი იყო ყველა ასაკში და ყოველ წელს ერთი წლით დიდებში უწევდა თამაში რა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითეული ის ვარსკვლავი შეიქმნა დინამოს აკადემიის ფეხბურთის უზომო სიყვარულის და შრომის და თავდადების ხარჯზე. როდესაც ჩვენ ვაწარმოებდით სელექციას წლების განმავლობაში, შეხვდა ძალიან ისეთი ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც ჰქონდათ საფეხბურთო ნიჭი ტალანტი, მაგრამ საბაზისო ტექნიკა, საბაზისო ტაქტიკა ჰქონდათ გამოტოვებული ეს ფაზები. ამ ფეხბურთელებისთვის წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ საფეხბურთო ფესტივალებს და იქ უკვე ვხედავთ ფეხბურთელების პროგრესს, ვხედავთ ასევე და ვაფასებთ მწვრთნელების მუშაობას. ამ ყველაფრის გვირგვინი არის რეგიონალური ნაკრები გუნდების შექმნა, რომელიც თავს უყრის აი ამ გამორჩეულ ფეხბურთელებს. ეხლა ვართ წარმოდგენილი 35 მუნიციპალიტეტში, საქართველოში 64 მუნიციპალიტეტია და 64-დან 35-ში ხორციელდება ეს პროცესი და ამ პროცესებს მოყვა ის რომ ჩხოროწყუელი სანდრო გულუა
ახალციხელი, საბა მოდებაძე უკვე ჩარიცხულები არიან დინამოს აკადემიაში. გარკვეულ დაკვირვებას ვაწარმოებთ დედოფლის წყაროელ ერეკლე ჯიბღაშვილზე, ამბროლაურელ ლაზარე ფოფხაძეზე და ახალქალაქელ არმან ეგოიანზე. ეს პროცესები მეტყველებს იმაზე, რომ რეგიონში ფეხბურთი გავაცოცხლეთ, გავაღვიძეთ და ძალიან ბევრ ფეხბურთელს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ ჩაიცვან დინამოს მაისური. საბოლოო ჯამში ამ 35 რეგიონში არის დაახლოებით 1200 ფეხბურთელი. დასაქმებული არის აი ამ პროცესებში ჩართული არის დაახლოებით 60 მწვრთნელი. 19 წელთა გუნდზე რო გითხრათ ერთი-ორი სიტყვით. რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ 19 წლამდელების მიერ ბოლო ეტაპზე, როდესაც მოხდა მინსკის დინამოსთან 2 საშინაო თამაშის ჩატარება და საბოლოო შედეგი ჩვენთვის სამწუხარო იყო. ამის წინაპირობა პირველი ჩატარებული მატჩიდან ძნელი წარმოსადგენი იყო ეგეთი დასასრული, თუმცა რა თქმა უნდა, ესეც არის გამოცდილება და სწორედ ეს გამოცდილება გვაკლია, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველად მოხდა, რომ მესამე ეტაპზე მოგვიწია თამაში, 2 ეტაპი წარმატებულად გავიარეთ. თუმცა თქვი წეღანაც და ეხლაც გავიმეორებ, რომ ეს არის უდიდესი სტიმული და мотиваცია, რომ წლევანდელ წელს უფრო მეტად მომზადებულები შევხვდეთ, გავითვალისწინოთ და გავიაზროთ აი იქ დაშვებული შეცდომები, გამოვასწოროთ ჩვენ კიდევ მოგვიწევს წლევანდელ წელს 19 წლამდე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა, იმიტომ რომ შარშანდელი ჩემპიონებიც ვართ. მადლობა უგუნესი მასკულტურისთვის ინტერვიუსთვის. დაგეშტეობით და წარმატებებს. დიდი მადლობა. მსგავსი ტიპის ინტერვიუები ფეხბურთელებთან მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივია იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთელებს უკვე უჩნდებათ პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ის რაცაც იტყვიან ახლა დავუშვათ აი ამ კამერის წინ, ხო, მე ამ სიტყვების პასუხისგებლებიც უნდა გახდნენ, ხო, ესე არის. იმიტომ რომ ალბათ თავიანთ ოცნებებზე ისაუბრებენ იმაზე, თუ რას აძლევს დინამო, ეს ხო სამხრივი არ არის, თვითონაც უნდა გაიღონ დინამოსთვის და აქ უკვე პასუხისგებლობის საკითხი დგება და ჩვენ კიდევ აქ ყველანაირ პირობას ვქნით იმისათვის, რომ ფეხბურთელებს, განსაკუთრებულად აი რეგიონებიდან ჩამოსული ფეხბურთელებისთვის შევქმნათ ყველანაირი პირობა, რომ მივიღოთ პირველ რიგში კარგი ადამიანები საზოგადოებისთვის და რაც თავარია კიდევ კარგი ფეხბურთელები დინამოსთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. როგორც აკადემიას, ისე თქვენს. იცით, დიდი მადლობა. გავესაუბრებით დინამოს აკადემიის ფეხბურთელ გიორგი ღუნაშვილს. U15-ში და U16-ში გამოდის, იო, როგორც ვიცით. გიო, რას იცავს შენთვის დინამო თბილისი და ეს მაისური, ეს გერბი? რავი, მოგეხსენებათ, რომ თელმა საქართველოს იცის მეტყვეტეს, რომ რავი, თელ საქართველოში ყველაზე ცნობილი გუნდი არის დინამო თბილისი, გინდაც ნაკრებში, ნაკრების ფეხბურთელები ყო არა და რავი 90% დინამოა გამოვლილი და რავი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობას გრძნობ, როცა დინამოს მაისურს ვიცნობ რა. რო გითხრა შენი გეგმების და უფრო ოცნებების ამბავი როგორ არის? ჩემი ოცნება არის, რომ ჯერ რა თქმა უნდა დინამო თბილისის თავარ გუნდში ვითამაშო, ნაკრებში რა თქმა უნდა ეროვნულში და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა და რავი, ბარსის ღირსწავლობით ბარსელონაშიც მე ვითამაშებთ. მაგრამ შენი საყვარელი ფეხბურთელი გითხარი? ლიონელ მესი და ეხლა ბევრი არის, მაგრამ ისე განსაკუთრებით არ მომწონს არავინ. გასაგები. მადლობა უღრმესი ინტერვიუსთვის. დაგემშვიდობები, წარმატებებს გისურვებ. მე-16 წელია უკვე დინამოს აკადემიაში ვარ. პირადად მე ვარ მეკარეების მცველი და მაშინ ვილაპარაკე პირადად მეკარეებზე. მომავალ მეკარეებსაც მინდა ურჩიო რა, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ჯერ გუგეშვა და მე ისევ მამარდა.
რომ არავინ არ აიძულებდა თვითონ დგებოდნენ 7 საათზე დილას და გადიოდნენ სავარჯიშოდ. აი ამას უყვები ეხლა ყველა მეკარე. საერთოდ ჩემი წლოვანების მეკარები რო გააჩეროთ, ამით ჩემ ხელში გაიარა ამ წლების განმავლობაში მამარდეს და გუგეშას შემდეგ ყველა გეტყვით ამ ისტორიას, რომ ყველასთან ყვები აი ამას. დირექტორინა დაწყებული, დამთავრებული აი უბრალოდ აი მუშისგან რა, ვინც ემსახურება ბაზას. ქალები ჩვენი ვინც კვების ობიექტში მუშაობენ ყველას დამსახურება თუ რამე მიაღწია დინამოს აკადემიამ ეს არ არის უბრალოდ აი მის გამო რომ უბრალოდ ნათქვამი მართლა ერთი ოჯახია რაღაც მართლა ეგრეა ერთ-ერთი ჭანჭიკი რომ ამოვარდნილი იყო შეიძლება შედეგი არ დადებული იყო მარტო ცნალი ვერ უშველი და თუ თქვათ აი ბაზაზე აი ჩვენი კობა მაგალითად შვილებით უთხრილება აშკარად ბავშვებიც უფასებენ კობას იმიტომ რომ ყველას უყვარს მართლა ეგრე ახლა მე ხო ახლა რა არიცი ოჯახში არ არის კობა ის ემდენ თავის შვილებთან როგორც აქ აი ყველანაირ პირობებს უქნიან ბავშვებს და მამარდას დროს თავისთავად კვება იქნებოდა სკოლა იქნებოდა რა ვიცი ინვენტარი მწვრთნელების რესურსი რა ვიცი ყველანაირად კლუბი ცდილობდა რომ ეს შედეგი დადებულიყო და რავი ვცდილობთ რომ ახალი მამარდები გავზრდოთ მაგრამ მამარდამ იმ ხელაზე აწია ეხლა ეს თამასა რომ ცოტა რთულია მაგრამ იმედი მაქვს იმიტომ ძალიან ნიჭიერი ჯერა რომ გამოგიოთ ეგ ყველაფერი არა ნიჭიერები მოდიან ძალიან რა კარგი ეხლა დიდხანს აღარ მოგეცეთ მადლობა ძალიან დიდი ინტერესს სასიამოვნო იყო რა არის კობა შენთვის დინამო ცოტა ისეთი კითხვაა დინამო ჩემთვის მთელი ცხოვრება დინამო არის კლუბი რომელიც სიხარულს და ტკივილს გასწავლის დინამო არის კლუბი რომელიც წარსულით ამაყობს აწმყოში იბრძვის და მომავალს ქმნის დინამო არის გული რომელიც ფეთქავს და რომელიც არასოდეს გაჩერდება დინამოსთვის ყველგან და ყოველთვის